ჯორჯ მიქაუტაძემ ვილიარეალის ქუჩებში გაისეირნა. ნებით უნებლიეთ, ეს არ ვიცი. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ოდესაც შენ გულშემატკივარი გიყურებს და შენთან ერთად სურათის გადაღება სურს. ჩვენი ნაკრების ბიჭები ჩამოფრინდებიან, იქ ავტომობილი დახვდებათ, ეს ავტომობილი მიიყვანს სასტუმროში, მეორე დილით გაიღვიძებს, ივარჯიშებს, მერე ისევ სასტუმროში შევა, მერე ისევ ივარჯიშებს, სასტუმროში შევა, ნათესავებში ხვდება, შინაურებში ხვდება და დამთავრებულია. ანუ ჩვენ გულშემატკივარს არ გვინდა ამ ფეხბურთელების ხილვა, ჩვენ არა, ჩვენ შვილებს. მოდი რაღაცა დღე მოვაწყოთ, არ შეიძლება? გულშემატკივარი დავპატიჟოთ და ფეხბურთელები დავსვათ სკამზე და ხელმოწერები დაურიგოთ და სურათები გადავიღოთ მათთან ერთად. აი დავიჯერო ახლა ადღიანი შეკრებიდან 1.5 საათი ვერ მოვიცალეთ პატარა გულშემატკივრებისთვის. აი უბრალოდ შეხედე რა მაგარი კაცია. მიდის თამაშზე ხელთათმანებით რომ უყუროს თავის კუმირს. აი ამას როგორ გაუხარდება ახლა მამარდაშვილის ნახვა. აი ასეთ რამეს რატომ უნდა სჭირდებოდეს ჩემი ან ვიღაცის შეხსენება. აი უბრალოდ მითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი, ბოლოს როდის შეხვდა ეროვნული ნაკრები გულშემატკივარს. თუ უნებლიეთ შეხვედრას არ ჩავთვლით, რომ სასტუმროსთან მიდიან ეს პატარა ბავშვები და იქ ათენებენ. რომ ფეხბურთელი დაინახონ. ეს ფეხბურთელები ჩამოვლენ ხანდახან ნათესავს შეყვარებულს მეუღლეს შეხვდებიან და შემდეგ ისევ სასტუმროში ადიან. 2 წუთი ვერ გამოდიან რომ ხელი მოუწერონ ბავშვებს. ხო, 2 წუთის ამბავი გასაგებია ახლა 2 წუთი შეიძლება ყველა მოიცალოს, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა კონკრეტული დღე დავთქვათ და დავპატიჟოთ ეს პატარა გულშემატკივრები. ცუდ რაღაცას ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა მარტო ტრიბუნებიდან გულშემატკივრობა და თამაში რო დასრულდება, წრეს მოვარტყავთ და ტაჟ დაუკრავთ და შევდივართ. იმ გულშემატკივარსაც ესე ზედაპირულად უქნევთ ხელს ესე. არც ვიყურებით გვერდზე. რასაც ახლა მე ვამბობ, ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს სოფლიოში ხდება, რომ გულშემატკივარს ფეხბურთელები ხვდებიან. და ახლა აქ ბევრი კადრები გამოვიყენო, მაგრამ თქვენ ნანახი გექნებათ ასეთი კადრები, რომ პატარა გულშემატკივრები მიდიან ხოლმე ფეხბურთელებთან და ისინი მერე ავტოგრაფებს ურიგებენ და სურათებს იღებენ. ბოლო-ბოლო ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოიტანეს საქართველოში და სუპერთასი. დადეს და ხალხი მიდიოდა სურათებს იღებდა. განა რა გახდა ამისთან, რომ ჩვენმა შვილებმა ფეხბურთელები ახლოდან დაინახონ. ო, ეგრე არ შეიძლება, ეგრე ყველასთან ხო ვერ გადაიღებენ კაცო სურათს. ისინიც დაკავებულები არიან. ხო, აბა სხვა დანარჩენი ფეხბურთელები როგორ იღებენ? სხვა ქვეყნებში ხო ხდება ასეთი რაღაცეები? აი ეს პატარა გულშემატკივარი სასტუმროს თუ არ მიადგა და იქ თუ არ გაუთენა, სხვაგვარად სურათს ვერ იღებს და ავტოგრაფს ვერ იღებს ამ ფეხბურთელისგან. არიან კი ბატონო ასეთები, რომლებიც მიდიან იქ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და შემდეგ იღებენ, მაგრამ ხო